გამარჯობა მოგესალმებით კაცები YouTube-ზეა 371 გადაცემა გამოდგა ეს მოიწონეთ გამოიწერეთ დააკომენტარეთ დააშეარეთ რა დააკ კიდე იმას YouTube-ს რა კიდე და გითხრეს შენ რომ ეგო გადაცემის ბოლოს უნდა თქვა არა ის რა გამოიწერო უნდა თქვა ბოლოს და ეს ეხა დააშერდა ის დააშიარეთ დააკომენტარეთ დაამონათეთ დაადასტურეთ დაადასტურეთ YouTube გადაცემა დაამონათეთ კიდე შეიძლება მაგრამ დაადასტურეთ დაასაბუთეთ დაამუთეთ დაამუღამეთ დაამუღამეთ დაარქივეთ და მერე ნახეთ თუ დრო ბატონო დაანონსეთ დააკონსერვეთ ყებასთან ეს უფრო ახლოს არის დააკონსერვეთ და მთელი ზამთარი შეგიძლია დაეფრუვეთ დააჩირეთ დააჩირეთ უფრო ზაფხულის გადაცემებს ნეგატიურებიც არის დანამეთ არა ის დანამეთ ორი უნდა დაიგნორეთ რა ეგ არ დაიგნორეთ არ გვაწყობს ეგ დაიკიდეთაც არა ხო დააზარალეთ დააზიანეთ დაიმასქნეთ დაზღვევის მოწამეთი დარუბანდი არა ორია უნდა რა დარუბან რა პრობლემა ორია გინდათ ორია იყოს დაამახინჯეთ 21 ნოემბერს არ მაცდიან დააცადე ორა ლამაზი გადახლა 21 ნოემბერს გვაქვს კაცები ფოტოსინთეზი ესეთი ახალი ამბავი გვაქვს წამოწყებული ტრადიციულად ისევ იმ დარბაზში და ლაივები ტარდება ხოლმე სალარიძის დარბაზში ცენტრში აკადემიაში 68 კი ბატონო ყველას ვისაც გიყვართ კაცები უყურებთ გვექნება კაცები გეიმ აი დაახლოებით ესეთი კაცები პლეი აი რაღაცა ესეთი ფორმატია უამრავი შეკითხვები გვექნება კაცები ყომარი ესე თქვა არა ეგ სხვა რამეა კაცები ყომარი ნუ გამი ყომარობთ რესტორანზე მოგებულები მაგას რა უხდება იცი ნუ გამიპოსტია მაგას დარბაზზე აქვს ეგ უბანში ეს მე რო აიტაცებს ხალხი რა ყველანაირი ბევრი ფორმის სხვა ფორმის შეკითხვები გვექნება კაცებიდან მაგალითად კაცების სტუმარი გამოიცანით კაცების ისტორია გამოიცანით, კაცების ხუმრობა გამოიცანით და ასე შემდეგ. ადგილი სადაც კაცებს თავწერიათ რაღაცა. კი, და გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან პრიზებით, რომელიც გვექნება ბევრი. გამოვლინდება 4 ძირითადი გამარჯვებული, ეს გამარჯვებულები შემდეგ მოვლენ ჩვენთან ფოტოსინთეზის სტუდიაში და ეთამაშებიან ტელეფონი რომელიც არ გამორთო იმ ბიჭს იყოს, ჯანელას და დანარჩენ სამს ვინც გამოვთეთ. კი, და მე იქიდან გამარჯვებულები ერთმანეთს შეხვდებიან. და მოკლედ ეს 4 ადამიანი და ჩვენ 4 ერთად წავალთ ვახშამზე, რომელიც დათომ უკვე დააბარტერა. როგორ ნათქვი, წავალ და თავზე დავიმხობთ ერთ კარგ ქართულ რესტორანს. აი ეგ უნდა გეთქვა წერან დააბარტერე. დააბარტერეთ. დააბარტერეთ ასე. დათო საჩუქრები. დაასპონსორეთ. საჩუქრები არის ხალხმა რო იცი. საჩუქრები არის. მოუყევი ხალხს საჩუქრები რომ მოვიდნენ. საჩუქრები არის ძვირფასიც და ნაკლებად ძვირფასი. შეკითხვების მიხედვით, ვინც დებილობას გამოიცნობს, ნაკლებად ძვირფასი შეხვდება, ვინც რეზულ კითხვებს გამოიცნობს, ძვირფასი საჩუქრები შეხვდება. ვინც ვერაფერს ვერ გამოიცნობს. ორივე თუ გამოიცნოთ ძვირფასი შეხვდება თუ ნაკლებად ძვირფასი. გაჩვენ პირველს რომელს გამოიცნობს. ვინც არა, მან როგორიც ვინც ვერაფერს ვერ გამოიცნობს და პირს დააღებს, იმათვისაც კი გვაქვს საჩუქრები. ეგ არის სისხლის სამართლის კოდექსივით, უფრო დიდი საჩუქარი თან თქავს უფრო პატარა. ის არის. კრებითია. ხო. და ვინც ვერაფერს ვერ გამოიცნობს, ტორტი გვექნება დიდი, უზარმაზარი. არა, ვინც ვერაფერს ვერ გამოიცნობს, ლოტოტრონი გვექნება და იღბალი თუ აქვს და ვერაფერს ვერ იცნობს. ხო. ხო არის რომ ზოგს განათლება აქვს, ზოგს იღბალი. ზოგს ორივე. იმათვისაც, ვისაც იღბალი აქვს, გათვალისწინებულია. ვისაც არაფერი არ აქვს, არც იღბალი. და აქვს მადა. იმათთვის იქნება უგემრიელესი ტორტი. და თან მარტო თამაში არ იქნება, ნუ ლაივის ნაწილიც იქნება და ჩვენს არა, ლაივის ნაირი არაფერი არ იქნება, ყველაფერი იქნება განსხვავებული, მაგრამ სხვა რამეს ვამბობ სხვა რამე თქვი. თამაშებს შორის
გამოვალთ და ღლამუცი ვი მაიმუნებთ. კარგი გონათ რომ თამაშებზე არ ვიქნებით, თამაშებზე ვიქნებით, გამოვალთ რაღაცნაირი იყო, გამოვალთ. დრეს კოდი არის? კი, შენთვის არის დრეს კოდი. კლეჩატი. ეს კოდი არის. ხო, კაი, დრეს კოდია, კუბოკრული. ხო, კუბოკრული. დღეს არა ვარ, მაგრამ მე თქვი კუბოკრულ პერანში. დღეს არა, კაცო, იმ დღეს 21. მე მეკითხა, ამითი მოვიდე? თუ ხალათებით ყოლა. არა, ხალათ ფართი არ ვარ გაი. 200 რა მავიწყდება ბოდიში, რამდენი ხანია გვეუნება ჩვენი სალომე და ამ YouTube-ი გამოიწერეთ რო გვეუნება. Instagram-ი გვაქვს. აი ეგ აქ უნდა გაგეთვალისწინებინა ის და ბოლოს უნდა გეთქვა. გვაქვს სისინა Instagram-ი. უხმარი ფაქტიურად ახლა. ერთი გოგონას ხელში აქვს. სამსახური სახია. არა მე, ფოტო არ ვიდეოა გადვირთული და დაკომენტირებული. ფული არ უნდა შენი, პური არ უნდა შენი, ყველი არ უნდა გამოიწერე ეს Instagram-ი რა. და TikTok-ი. გვაქვს. TikTok გვაქვს. არა მასია გავიდა სხვენში და TikTok-ი იბო. TikTok-ი ბიჭო, ქონია TikTok-ი, აბა, სასწაული TikTok-ი ქონია და ცოტა მტვერი ქონა გაწმინდა ის. გამოიწერეთ ეს TikTok-იც და ეს Instagram-იც. რაღაცნაირად ყვები რა, სასწაული TikTok-ი გქონია რა. სასწაული TikTok-ი. ესეთი მოყოლით ამან არაფრისგან კლიპსი რო ქვია. რუფასოვანი არ. ასე რომ мотивация. რაღაცა გზაიბავა ციფრულ მედიაში. რაღაცა გლიჩი რაღაცა ის არის რა პროგრამა. ბაგი. ბაგი რაღაცა და დროება იგი. დებილობა სტუიტი კაჩეს. ზემო იმერული მარკეტინგის მეთოდოლოგია. ზემო იმერული მარკეტინგი კაი. გადავიდეთ ახალ ამბებზე. გადავიდეთ. რა გავიწყდება კიდე. ახალი ამბავი ის მინდოდა მეთქვა რომ ცოტა ხანში ლაბაძის კაბაბში მიტანის სერვისი ამუშავდება. აი. ბიჭო ძალიან აცივდა და ხალხი წუხს რომ მოდის რა. და ამიტომ ფობასში არ ჩაურთავდა. არა დათვალა და გადმოვიჩარდა უბრალოდ ძვირია. ინტერნეტის სკუტერიანი ინგლისის დაკრავება. ვერ ვათმობ, ყატარი ხო არა ვარ, ღია სივრცე გავათმო და იმაზე რა ქვია, Bolt Food-ზე გადაიტანე სადმე ვულკანთან ახლოს, ბუნებრივად გადა. აი კი, ან გამოქვაბულში. მან ცხელი ზუსტად მაგ საკაბაბესთან ცხელი გოგირგისხლები ხო არის? კი. შემოუშვი. მე სუნი აქვს ცუდი. მილებით შემოუშვი. შეიძლება და მიწარო თბილი იქნება. ქვემოდან სიტყვა რომ პირიქით ხალხი ესე იქნება კაბაბზე. მაინც არ გაგება. ზოგი მიტაზეროს ის და ის. და ვისაც ძალიან წევს. ვინც უკვე მიირთვა. და ნენა უსახლკაროებიც მიეტანა. ერთ კაბაბზე აიღებენ და მთელი დღე იჭდება. იწვებიან. ყველგან იქნება ისა მიმიტანა? ბიჭო თვითონ ესე გვირჩიეს რომ ობიექტიდან 3 კილომეტრის რადიუსში გავაკეთოთო რომ კარგი და თბილი და საღი და ტემპერატურა იყოს მისაღები. ჩემი სახლი უფრო შორს არის? შენი სახლი არა. შენი სახლი ხდება 3 კილომეტრში. უბრალოდ დრონით მიტანა არ გეკნება? არა. დრონი მეფობენ. ეს შამის. ეს ცალკე ამოუბეჭდა. არ ჩავდა რა. რაღაც საბრძოლო დრონებზე დაასვი და მთელი კომპლექტი. რაც დავიწყეთ სულ რეკლამა არის ხა ეს ნამეტანი. რეკლამა. იმ დღეს მოგვასმენია ბიჭო არ მახსოვდა ძველი სიმღერა იცი ეგა? 5-ის ის. ყველა ვიცით. ჩვენ 4-დან მithumetas. ხო, მაგრამ არ გვახსოვდა. ახალი ამბები დავიწყოთ 214 მიმდინარე პროექტიდან 161 პრობლემური იყო ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა. დაბალი ტემპი, ვადების გადაცილება, ხარისხზე პრობლემები, ავანსების ხშირი გაცემა, განანტიების გარეშე, პრობლემური პროექტების ჯამური ღირებულება დაახლოებით მილიარდია. ხო, რა გინდა 53 იყო უპრობლემო სისინა პროექტი. რატო მეორე მხრიდან რატო არ გინდათ რომ არა მეორე მხრიდან რატო უყურე? გააჩნია ხა რანაირი პროექტია პრობლემური. და რამის გაფუჭება თუ გინდა და ვერ არ პრობლემურია, ჯობია რომ პრობლემური იყოს. ანუ პროექტების უმრავლესობიდან ქვემოთ რო გაიარო შეიძლება დაგეცეს რამე, ასე შეიძლება დაინახო? არა, მე პრობლემური რაც დავიკითხე და ეხა მივხვდი რომ დაუშვათ თუ შენი საკაბაბის გვერდზე ხო ჩამოინგრა რაღაც. არა.
ანტირეკორდს ჩამოინგრა. აშენდა. ოჯერ აშენდა ვერ. არა, შენდებოდა და ზედმეტი ბეტონი მოუვიდა. ვერ გაუძლოთ გარებმა და ჩამოიჭა. ეგეც უხისარი. არა, პრობლემურია ეხლა ერთადერთი იყო ხარისხის პრობლემა იყო, ერთადერთი დანარჩენი დაბალი ტემპი ჩამონგრევას არ ემუქრება. ხო, დაბალი ტემპი. ვადების გადაცილებაც ჩამონგრევას არ ემუქრება. ავანსები არ ემუქრება. ანუ მაგხრივ არ ემუქრება და ისე პრობლემური ანუ ძირითადი პრობლემა არის დაბალი ტემპი, ხო? დაბალი ტემპი ავანსების გაწევა გარანტიების გარეშე. ხო, ეგ არის სუყველა სიკეთე. ხო და ამას ეს სწრაფად ვერ იზამს. კალენდარი არ შეცვალა. წელი არ გაახანგრძლივონ. ბიჭო, რა არის, იცი, რატო ხანგრძლივდება ის? ბევრი დასვენების დღეები გვაქვს. ხო, სხვათა შორის თვითონვე არ 10 დღეში გაგიკეთებ. იმ 10 დღეში არის 3 დასვენების დღე. 4 შაბათ-კვირა შეიძლება მოხდეს. 1 საერო დღესასწაული, 1 საეკლესიო დღესასწაული, 6 ხო? შაბათ-კვირა. 4 დღეში როგორ მოგიხერ ხო 10 დღის საქმე? და მომცემ ავანს და გავაგზავნოთ ეს პროექტი. ესეთი რა ჯიგრული ურთიერთობებია ამ პროექტებთან დაკავშირებით, რაც მე მომწონს. შემდეგ მადლობა ღმერთს, მთელი ხელისუფლება კორუმპირებული არ არის, ვერ იქნება და მადლობა ღმერთს არის ის რესურსი, რომ არავის არაფერი შეარჩინოს, მათ შორის არც ხელისუფლების ყოფილ წარმომადგენლებს. განაცხადა ბატონმა ვოლსკიმ. პარლამენტის ვიცე-სპიკერი. ერთ რამეს დავაკვირდი, ყველა ეს ლაპარაკობს, სანამ თვითონ არ დაიჭერე. დაკვირებული და ყველა მომხრია დაჭერების სანამ თვითონ არ დაიჭერე. თან ბიჭო რაღაცნაირი ტექსტი, ამას უნდა ამბობდეს მოხუცი ხალი ვიყო. პარლამენტის ვიცე-სპიკერი რაღაც უნდა აკეთებდეს. ხო და პარლამენტის ვიცე-სპიკერში მოხუცი ხალი ლაპარაკობს, რომელსაც ხმა მისცა. მადლობა ღმერთს, რომ მთელი ხელისუფლება კორუმპირებული არ არის. არა ვართ, ეს კი არა. თავის თავზე არ არის დარწმუნებული. ბოლომდე. შემდეგი ახალი ამბავი არა და მე მოვესწარი იმ დროს, როცა მთელი ხელისუფლება კორუმპირებული. მთელი ხელისუფლება კი არა, ყველა. ხო. პატარა ბავშვიც სკოლის მოსწავლე კორუმპირებული. კი, კაცო, მასწავლას მეუტანდა რაღაცას. ბავშვობაში მეც ვიყავი კორუფციაში ჩართული. ბიჭო, ჩემ დროს ხო დენი არ იყო, გათბობა არ იყო და რუსულის მოიცა გაკვეთილი. დენი რო არ იყო, ეგ იმის ექსკლუზივია. არა, ქუთაისში და სანზონაში დენი არის. ხო, მისი სახის სინათლე ხო, ის უფრო დრამატულად. ის სინათლესაც ვერ არის. რუსულის მასწავლებელს ციოდა. და ნუ შევაგროვეთ ფული თუ სკოლამ შეაგროვა არ მახსოვს და კერასინკა დაუდგეს. ამ კერასინკას ნავთი უნდოდა. ხო. ვის მიქონდა ნავთი? ვის სპეციალ სანაცვლოდ? შენ რატო? რუსულის ნიშნავს. საიდან ნავთობსადენ მქონდა გახურეტილი და ხალხში და ნავთობი. არა, ეგ ნავთობი გამქონდა და ხდიდა. და ჩემმა მეგობარმა დაამოღამა რომ ნავთი ხეობები მქონდა და ის აკეთებდა. ფითილის გამოცვლა იყო, რაღაცა იყო, ხო? რუსულს საკაიფო ნიშნები მქონდა. ორი ბავშვი დარშით გაუნათლებელია. ამ სერვისის გამო. შემდეგი ახალი ამბავი არის სლოვაკეთი ტროტუარზე მოძრაობის სიჩქარის ლიმიტს აწესებს. მოკლედ ესე ამბავი გაირკვა, რომ ტროტუარზე მოძრაობა ნებისმიერი ფორმით, ფეხით იქნება, სირბილით, სკუტერით, მეთი რა ქვია რა, ველოსიპედთან რითიც არ უნდა მოძრაობა, 6 კილომეტრს არ უნდა აღემატებოდეს. 6 კილომეტრ-საათში. აქ თუ შემოიღეს წარმოიდგინე. მაგაზე კარგი იქნებოდა რომ პატრული იდგება და ფეხით რომ მოდიხარ ესე გიჟებს. გიყურყუტებს რა. და ეს არ არის ჯერ განსაზღვრული. გაჯერეთ. ბოტასებიანი ბიჭი გადავაკეთე. არა, ისე ვეთანხმები. ნუ ტროტუარზე რომ დავდივარ, ხანდახან ისეთ სიჩქარით ჩამომიკროლებს ხან რაღაცა. ხო და მაგაზე იყო რომ პარლამენტი ოპოზიციამ არ დაუჭირა მხარ, იმიტომ რომ მაგას ჯობდა რომ სკუტერები და ველოსიპედები აგვეგრძალაო ტროტუარზე. და სად წავიდნენ? ეგ უკვე სალკესაკი. არა, სად წავიდნენ? ეგ თავრობა მიდა რუსოპოზიციას. ოპოზიციამ თქვა და ხალხსაც მოეწონა, იმიტომ რომ ჩქარა რო დავდივარ, მე დავდივარ ჩქარა მაგალითად. ხო. უნდა დამაჯარიმო?
დიახ. რა თქმა უნდა. რატო ვიღაცა სკუტერის გული 6 კილომეტრზე ჩხარა თუ დადიხარ, კი არ დადიხარ, მირბი ხარ. ხო და იქნებ დილობით დავრბივარ. ხო და ირბინე რაღაცა სპორტულ ნაგებობაში ახლა შენ რომ მირბი ხარ და მე რომ მივსეირნობ არ არისო მასე. შენც რო ისეინო რამე ანდა ბაღში. ბიჭო აი ხო და მე მინიმუმზე. არა ნახე გადიხართ ორი ადამიანი სასეირნო და ერთი დაებერება და მიდის. არ შეიძლება. ისთვის იმძვი ფეხით შენ არ დადიხარ. როგორ უნდა არ დადიხარ დათო, მაგას სიარული არ ქვია. სტატისტიკას მოგცემ. დღეს მაქვს 3399 მეტრი გავლილი. სად გაიარე საქაბაბის გარშემო არ ალბათ. არ აქვს მნიშვნელობა. გუშინ გავიარე და იცადე ტელეფონი დამჭირდება რომ მთელი სტატისტიკა არ მინდა მადლობა, მე გამოვაქვეყნე სადმე გაზეთში. ჩვენთანაც შეიძლება ეგ შემოიღო. კლიპზე დადე. სტატისტიკა კი გაიგე. გამოიწერეთ კლიპსი. სისინა სტატისტიკა. ჩემი სიარული სტატისტიკა. ჩვენთან არ ელოდებით ამას. გზაზე გადასვლა ხო აკრძალეს. ეხლა ტროტუარზე შეიძლება რაღაცა კანონები შემოიღოს. საზოგადოება შტერადგილას თორე ზებრაზე არა, გადაკეტვა ხო იქ და ტროტუარზე უნდა იყოთო და ეხლა ტროტუარზე რო დგახარ იქ ვიღაცას ხელს უშლი გავლაშე და ცოტა აქედან არ არის შორი იმ დრომდე რომ ტროტუარზე დგომაზე ჯარიმა გამოგიწერა. როგორც მანქანით რო დგავარ. ხო ნახევარზე მეტი ჯარიმა, ნახევარზე მეტი რა, ყველა ჯარიმა მაქვს დგომაზე. როგორ შეიძლება დგომით მოძრაობის წესს არ ღვევდე? თვითონ სიტყვა გეუბნებ. მოძრაობის წესი და დგომა. გადარჩენილი ხარ შენ, ხო პატრონსაც უყვარ ხარ. აი ამ არგუმენტის მერე დაკავება მოდის პირდაპირ. ხო და ცოტა ხანი შეიძლება მოვიდნენ და აქ ნუ დგახარ, თორე გადაგიყვან საჯარიმოზე და რაღაცა ესე თავზე. აი ესე წაგავდა ესე დაგდებენ ჩვენ რაღაც. ტროტუარები უნდა დახაზონ. დგომა საერთოდ გავასად გასწრება და მაგარი იქნება. ვინც იქ მუშაობს, რომ გაჩერდები და დააპარკინგებს საკუთარ თავს. ოღონდ ზოგადად იქნება ესე პარალელური. ზოგადად ის. არა მე ვეთანხმები ამას. ღმერთმა ხელი გადადის სლოვაკეთში. მაგრამ რა კარგი ქვეყანაა. რა მაინტერესებს ნახე ეს როგორ არის ერთ მომენტში სიჩქარეზეა თუ აი მაგალითად საქართველოში ეხლა გადავდივართ რომ რაღაც მანძილი არ უნდა გაიარო ამ სიჩქარეზე მეტით ანუ შესვლისას და გამოსვლისას ხო დროს და იმას ზომავენ და საშუალო სიჩქარე თუ მეტი გაქვს მაშინ გაჯერიმაა ანუ რაღაც მომენტში უცებ ავჩარდე და ავტობუსს დავეციო შეიძლება სუნელავი არე მაგრამ იმ მომენტში დამაჯარიმა აი ეგრე როცა არ არის სწორი მეორე მიდგომ პირველი მიდგომით რა გინდა გამაგერე ისიც მაგინდა რა გინდა ისთვის იმზე ესეც გინდა გადავიდე სლოვაკეთში თუ არ გადავიდე მაინტერესებს გადადი დაიწარი უკვე დაიწარი შენ კიდე რა იმიტომ რომ მაინტერესებს 6 კილომეტრში გარავერიული და დაიწარი უკვე დაღმართზე და აღმართზე და იგივე სიჩქარეა ხო დაღმართზე ხო ხო ჩადიხარ. დაღმართზე თვითონ მოგარბენინებს დაღმართი და ანა ის იქნება ხო არის ავტობანებზე რო არის რაღაც სიჩქარეზე დაბლა არ შეიძლება ხო იშვიათ. ხო ეგ არის დგომაზე რო გაჯერიმენ არა ფაქტობრივად თქმა რომ გახარ და აქ არის არის მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა ქვია. არის ხანდახან. ხო შემდეგი ახალი ამბავი ვნახოთ სანამ კიდე უფრო მეტ სისულელეს ვიტყვით ეს არის ხუჭუჭა ლომი ნახდათ არსებობს თუ ხელოვნური ინტელექტის დახატულია ნეტო რაღაცა გაკუცული არის ან სადღაც მიდის წვეულებაზე და მომოემზადა ხო დაიხვია მთელი ღამე იმით ეცინა რაღაც ბიგუცებით ან ცხვართან არის ნაჯვარი ან წვიმა იყო არა წვიმა პირიქით გაუსწორებდა უფრო არა ცხვართან წვიმა თვითონ წვიმა გისწორებს მაგრამ მე უცბად დაიხუჭუჭდება დაიხუჭუჭდება ბები აყავდა პუდელი შეიძლება შეიძლება ეს შეჭამა შამპუნიანი კაცი თუ რაღაც. შამპუნიანი კაცი ანუ ჯიბეში ედო რა. ჯიბეში ედო შამპუნი ხო არა გასაპნილი იყო შეძე თვალები ხო დახუჭული აქვს და მაგ დროს მიეპარა მე უხდება ან ცხვარი. კი არ უხდება რა უხდება რატო ჩემთვის უხდება მოდაშია ხან კარეა ხან ესე დიდითმები ის არის შუაზე გადაყოფილი ხდება ან ისა უკან გადაწეული და ყურები სადაა აქ თავის ადგილას უბრალოდ არ ჩანს ყურებიც დაუხუჭუჭდა ყურები რა თმები ყურებზე რაც არა აირია ბუნება ბიჭო აირია გაცვინდა რა ადამიანებს თუ ცვიოთ რატო არ შეიძლება მომცვიოდეს ფაფარი არა გაცვენილი კი არა დახუჭუჭებული არა გაცვინდა ის რაც სწორი იყო და თურმე შიგნით ესეთია ხუჭუჭი შეიძლება ეგეც არის არ ვიცი მე მომეწონა
ძალიან სიმპათიური. და თან ისეა გადაღებული, რომ მგონია რომ სელფი აქვს გადაღებული. ხო, ოღონდ თან კამერაში ვარ იყო. ხო, რაღაც ესე რა. ეს აქვს სამუშაო მხარე. ან ისე გადამიღე, ვითომ არ ვიცი რომ მიღებ. მსახიობის იუბილეზე რო აფიშას გამოაკრავენ რაღაც ეგეთ ყავს. პროფილი ისე. ბიჭო, ის ხო არა აქ, რა ქვია. რა. მელოთ თავზე რო იდებენ პარიკი. ან თმების გადანება. რაც იხსენებდა რამდენი მელოთ თავზე რო იდებენ. პარიკი, ხო მიხვდით. ხო და მოგაში ან ხო არ არის რომ გადაინერგა თმები ხუჭუჭა ადგილიდან. აი დროზე უნდა გადავსულიყავი სხვა ახალ ამბავზე და კერდი ვიგულისხმ. ვიცი მეც მაგის მეც ეგ კედი და მისი ჩაყოლება. ჭიმამდე ჭიმა. არა მარტო. ჯიუტად მიიწეს. ჯიუტად მიიწეს უხამსობისკენ. რანაირად? ლომს წარბები არა? არა. სულ წარბი არ არის. ცხვირიდან კუდამდე წარბია. წვიდან კუდამდე კიდე რომ წარბი. გამოყოფილი კიდე დიდი ის ქონო და მაშინ ის არა აქვს შუბლი თუ რა. როგორ არა აქვს შუბლი? ულოშებიც აქვს. მისია აკაცუკი დასრულდა. აუ, იცით რა არის მისია აკაცუკი? არ ვიცი. ვენერა აკაცუკი უკანასკნელი ის თანამგზავრი არის. დაკარგა. როგორც აღმოჩნდა, დღემდე ვენერაც გარშემო ტრიალებდა ჯაქსა, ალბათ ესე იკითხება, არ ვიცი. კომპანია იაპონიის ის არის, რა ქვია, ავიაკოსმოსური სააგენტო მანკონჯაქს. ხო, და ჯაქსა იუწყება, რომ ბოლო თანამგზავრი, რომელიც ვენერაც გარშემო ტრიალებდა, იყო თურმე იაპონური. ვა. და უკვე ნახევარი წელია თუ რაღაცა, მაგრამ მისგან ვერაფერს ვერ იღებენ და სავარაუდოდ გამოვიდა მწყობრიდან. გამოვიდა მწყობრიდან, ან თავის თავში ჩაიკეტა. აღარაფერს აღარ აქვს. რამდენი ხანი არ გამიგია რომ რაღაცა იაპონური გამოვიდა მწყობრი. ხო და ნუ ეს არის, რა ქვია. ეს ჯაქსა არის? 70-იან წლებიდან მე მგონი გაშევ. 50 წლის არის? ალბათ არ ვიცი. ჩაახველე და თუ. იგი? შევჩავახვალე. არა, ხა თავიდან წინადადება. ანუ ჩემი ხმის თანამგზავრია. შენი ხიზა შენ გამოходი მწყობრიდან და ეს როგორი ვენერას გარშემო. მე მოვჩათლახდი. იმერელი კაცი. ჭამამი არ მაკლია, სმამი არ მაკლია. ვენერის გარშემო ტრიალია, არ არის. რას შვებოდა ნეტარი? ვენერა არის დედამიწის ხელა პლანეტა, რომელსაც კი, ბატონო. იდეაში ადრე ფიქრობენ რომ დედამიწისნაირი პირობები იყო, მაგრამ უცებ გაუარესდა. ხომ იქ ეს ვერ გადაიღებს მაინდა-მაინც სულ ღრუბლებშია დიდი ხო და ეს მეგარი. ხო და აი მაგას ჩარიჩობდა. უშვებს ან ტალღას უშვებს ან რაღაცით სწავლობენ ახლა ეგრე გადაგებ. საკიდანაც გაუშვა. არა, სადიკიდან რო გაუშვები. ერთი წამი. აქედან რუბლებს უღებდა. აქედან გაშვებული რუბლებს ტალღი. სწავლობდა. აქედან გაშვებული ტალღი ზედაპირ როგორ უნდა შეისწავლო ის წრეზე დადის და მთელ გეოგრაფიას სწავლობს. რა მაინტერესებს? აი ესეთი რაღაცა თუ ყავდა ვენერაზე. ყავდა არა, ყავდა იაპონელი. ხო, ჩვენ არაფერი არ ვყავდა. ჩვენ მე და იაპონელები რამ გავ. აი ხა დედამიწის სახელით ლაპარაკობს. ჯაპანაში არ გადა. კი როგორ არის? ანუ ვენერას ამინდის პროგნოზი სადმე იწერებოდა. კი, ძირითადად ცვალებადი მოღრუბლულობა, ეს არის ვენერას პროგნოზი. ჯაქსა JP-ზე წერია რომ შედიხარ. ყველა პლანეტის ცალსა. იმან დაამატა Google-ის რო არის. ვენერა დაამატეს იმას, თუ გინდა აქედან ვენერამდე რამდენი ხანს ჩაყოლ ავტობუსით. Google Maps-ზე ძალიან უკან თუ წახვალ, სად ძალიან უკან. ამოაზუმებ. აა. დედამიწას რო გაცდები, შეიძლება სხვა პლანეტაზე გადახვიდე უკვე. ეგ როგორ იპოვე? რას აკეთებ? დაეჭირა. რა მისამართს ეცებდი? რა უსაქმური უნდა იყო? Google Maps-ზე დიდან ზუმს აკეთე. ეს დედამიწა დამატარავდა. და რაღაც პერიოდი რომ პატარავდება ის არ ჩანს ჯერ. სრულ ვაკუუმი. ეს ატრიალებს. და რა გამოჩნდა? ბევრი პლანეტაა უკვე. რამდენი? კი, ერთი. ყველა არ ვიცი, მაგრამ ახლო რაც არის. უახლოესი რა ნახე? ნახე, მაგერა გამოაზუმე და არცალია. მოიც არ გამიბუჭოს. ვა, ეგ არ ვიცოდი. არა, ეგ Google 1 ალბათ, ხო? Google-ის ხო? Maps არ არის ეგეც. გადადიხარ იქ. Google Earth. Maps ტყილობშვები? კი. ჯაფარმას ტყილად ნაწერა. საბურთალოს ვერ გაცდა რა და ალბათ არა.
და რომელი პლანეტა დაათვალიერა ხე? მარსს. რა იყო? რა ნახე მარსზე შეხვედი და რა ნახე რაღაც მარსზე არის სიცოცხლე სიცოცხლე არის. მაგარი იქნება რომ ჯანელამ აღმოაჩინოს მარსზე სიცოცხლე Google Earth-იდან რამის ორზე მეცნიერებს როგორ აი ბოლომდე რო არის თევზი ვიღაც არის თევზი და ვიღაც კაცი დარბის მარსზე ხო არის ნომენკლატურა რაღაცებს ხო ქვია სახელები და ნახე რა. სხვათა შორის TikTok-ი აქ ჩვენს გარდა NASA-საც გაგიგვირდება და დებს NASA-ს იმის რა ქვია მარსმავალის გამოგზავნილ რაღაცა თამამ ფოტოებს. რა მაიმუნია და ესევა ხალხი კი ინსტაგრამი აქვს NASA-ს კი კი მანდებენ არათამამს ну ჩვენ NASA კლიპსი არა აქ NASA კლიპსი ხო არა რაღაცეები აი და საშკადავასარი twitch რაღაცეები ვერ გადაიღო ხო არის საჩამოვიხი. რაღაც პიქსელი რაღაცა დებილობა გადაიღო და ეს ეს NASA-ს დირექტორი გოხმას აკეთებს ვა ეს იყო დღეისათვის ახალი ამბები კარგი ბიჭი ხარ ეხლა უნდა გადავიდეთ ტრადიციულად სტუმრის ნაწილზე. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ფოტოგრაფი მარინა კარპი. გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ახარ? კარგი. თქვენ როგორ? ჩვენ გიგი როგორ? კარგად არის. ესე გეკითხები გიგონება ახლა. აქ ის მაგრამ არ ეთყობა რო კარგად მაგლილია სტუდიის მერე. ხო ბოდი საგიცის უთხრათ რომ იგი დედალამაზიშვილის მეუღლე არის ოღონდ მაგიტო არ მოგვიწევია რომ გიგის მეუღლეა გიგიზე კითხები ამოვწურეთ ხო და ისიც უთხრათ რა სტუდიაში დაიღალა ახალ სიმღერებს წერს. მართლა მე კიდე მითხრა რომ ბავშვების გართობის ცენტრი მაქვს და ვიფიქრე იქ დაიღალა თქო იქ ხალისობთ იქ არ ვიღლები. ფოტოგრაფი არის შენი პროფესია. დიახ. რა ფოტოგრაფი? ხო ეგ ბევრი რიცხვით მიმართულებად იყო. თუ არა? პასპორტი და პრავა. პასპორტი მარტო პორტრეტები მიყვარს ხალხი და ხალხთან ურთიერთობა. ну ძალიან დიდი ხანი მუშაობდი საქორწილო მიმართულებით დიახ და ეხლაც ვმუშაობ საქართველოშიც წან ბევრი კორცილი ჩემი გადაღებული ხო აუ ის მასწავლე რა აი ესე რო აქ მაგის გადაღება მეც მასწავლე არ ვიცი ეს არის ეს კაია ეს დაბრუნდება მალე მეუღლე რო უზის ან ესე ხო ან ესე ესე რო უჭირავს ძალიან მაგარი ესე უჭირავს ხმარი. რამდენი ფოტო უნდათ წვინებს საშუალოდ ქორწილში ეს ფოტოგრაფს ეხება არა ანუ მე არა ერთი გადავიღე საკაიფო ხო 10 სამუშაო საათიდან გამოდის სადღაც 800 ძალიან კარგი ფოტო სურათი. ეს ქორწილზე განქორწინება თუა აი მან არის ერთი ფოტო. მართლა ეგ ნიშა არსებობს განქორწინების ფოტოგრაფი ეგეთი არ გამინგია არის ხე მაგრამ ძალიან კაიდეა მან გეტყვი რა უნდა. მათ შევარდი რა მარტო იქნები სტარტაპი ხარ მაგრატლი შევიხარ და რაც ფოტოები აქვს ის 800 უნდა ჭრაამე. არ იყო და ერთად. განქორწინება ან სახლები გადაუჯღა და ისა კაცო მართლა ბოდი 40-ის ფოტოგრაფი ისე ჩაიulis ეს რო არაფერი არ გრჩება წლის თავის ფოტოგრაფი ზოგ შეიძლება ქელეხზეც მოუნდეს რო არა. არ ვიცი არა ისეთი სფეროა რა ყამირი შეგატვარითვისებ. მე არ ვიცი ბიჭო ცუდი სურათები გამომდის მაგრამ მაგ სფეროში ცუდი სურათიც კარგი შეიძლება იმუშაოს გამოდგება შეიძლება პირიქით რა ბიჭო რა ნაირ ხასიათზე იყო. 800 სურათი მე ამ 800 სურათს ამუშავებ თუ კი ყველა მაგრამ Photoshop-ს არ ვიგნებ მარტო Lightroom-ს ანუ ფერების
კორექცია არის და პერების სიცემაგ დროს კორექცია. გასული იყო და ჩავსვია არ მოსულა. ეგეთი არ მოსულა. ჯობია იქოს ადგილზე სულ. რა კითხვა? ფოტოშოპს გიგრძელავენ თუ შენ თვითონ აი ესე? ფოტოშოპი დავიდან გადავატაშოპე უკვე, ანუ ძალიან ეხლა უკვე AI. ძალიან პირველ რიგში სორია, ძალიან დიდი როლი თამაშობს ახლა AI და ძალიან ბევრი აქვს და ისე გააკეთო რა. ბევრი application-ი არის, რომელიც დაამატებს სიძეც. მაგრამ ხო, ანუ უკვე ცოტა მე მგონი რომ ტენდენცია ახლა ბრუნდება უფრო პირების ბუნებრივი სურათებისკენ, ხო. და შემდეგი ნაბიჯი უკვე ხატვა. ჯერისა რა უნდა შეხვიდე რაღაცა. კამერა. არა, ჯერისა რო არ შეხარ, გვერდიდან რო დგახარ. ხო, ნუ და რაღაცა რო ბუთხავს. მაგნიუმი თუ რაღაც ხო. ეხლა რა კითხვა? ხორცილში რომ მიდიხარ. გერმანიაში ურთიერთობა მარტო ამას თავის გადაცემა გაგრძელე. მარტო ამ ორ ადამიანთან გაქვს თუ ერევიან იქ რაღაცა იცოლა სიდედრი ეს რა ფოტოა ჩემი შვილი უკეთესია მეგონია და რა მაინტერესებს გიგი თუ დაგყვება სამსახურში. სხვადასხვა იყო რამოდენიმე ხორცილი, სადღაც ერთად მუშაობთ. ძალიან გამახარდა. ესეთი ხორცილები მიყვარს. სიძეზე მეტი ვინც უკრავდა იმის ფოტო გამოვიდა. მოკლედ, როცა ვიღებ ხორცილს, ჩემი თავარი ასე ვთქვათ, მიზანი და ჩემი task, არის მეფე პატარძალი. ანუ ყველა მომენტში მე ყურადღება ჩემი 100%-ით არის მეფეზე და პატარძალზე და ანუ ეს ნიშნავს რომ როცა მე ვმუშაობ მაგ ხორცილზე აუცილებელია და აუცილებლად არის ხოლმე რეპორტაჟული ფოტოგრაფი კიდე ერთი რომელიც იღებს უკვე დაკალებს ცალკე ეხლა შევამოწმოთ ხორცილის ტერმინოლოგია რამდენად იცი. აბა მძახალი რასნი. მძახალი? მძახალი. აი მოდის და მძახალს გადაუხდე. არ ვიცი მართლა არ ვიცი რა არის, მაგრამ სიტყვა რაღაც ხმაური იქნება. გიგია მაგრამ არ გადაგიღია. არა, მძახილში ეშლება. არა, ამას ხო არ ხო თქვა რომ ეს არ არის ისი, ანუ ეს არის რა ქვია მეორე ფოტოგრაფს რა ქვია რომელიც რეპორტაჟის ფოტოგრაფი. ანუ მეც ვარ რეპორტაჟისტი, მაგრამ მე ასე ვთქვათ, მარტო მეფეზე და პატარძალზე, იმიტომ რომ ხოლმე არის ესეთი მახარზე და ნათესავებიც თუ ახლოს არიან. არა, თუ იმათმა შევიდნენ კადრში გეხება. და ეს როგორ არის? აი კარიერაში ჯერ იწყებ ნათესავები მზაღალი და მე წინ დაგაწინაურებენ და გადადიხარ თუ სხვადასხვა არის მე უკვე ამ სფეროში ვარ 20 წელი და შენ ხარ უკრაინელი. მე ვარ უკრაინელი. იქიდან დაიწყე ეს ამბავი უკვე თუ კი, კიევში, ანუ 16 წლის ვიხავი, როცა გადავიღე პირველად ჩემი მეგობრის. და იქ შენი ხორცილის გადაღებული გექნება, ისეთი ხარ შენ. ნიჩერი? მადლობა. საკუთარი ხორცილი გაქვს გადაღებული? გიგი მოჩანს. არა. სხვადასხვა ჩემი პირველი ასე ვთქვათ სიყვარული იყო გიგი. სიყვარულიც იყო გიგი, მაგრამ ყველაზე მეტად მინდოდა ჩემ ხორცილზე. ხორცილში, აი სუმესში. ძალიან დაიგინე. მე შენ ერთნაირად ლაპარაკობ. რო გიყურებ. იმერული, უკრაინულია. აი, სხვადასხვა ქუთაისი და დონეცკი, სადაც მე ვარ დავბადებული, არიან აი, ამიტომ ხო იცი და ქუთაისი და ჭიათურა ესევა. არა მარტო დონეცკი, დნეპროპეტროვსკი, დნეპროც. აჰა, შეტყვი. ქუთაისელი ნახე. არ გამომიტოვა. აი იცოდა. ჩენს? მიყვარს ქუთაისი ძალიან. სამტრედია ძიქვია და ხორიც. ერთი საკამი.
სად ვიხავით? კუტაისი. შენ ქორწილზე? დიახ, მე ძალიან მინდოდა უკრაინიდან ჩამოსული იყო ერთ-ერთი ძალიან ცნობილი და უმაგრესი ფოტოგრაფი ოლეგ გალოვაცკი, რომელიც გადაიღო ჩვენი ქორწილი და მე ვუთხარი რომ გოჩი არ მინდა მაგიდაზე, მინდა ოლეგ გალოვაცკი და გოჩიც იყო და გალოვაცკიც იყო, იმიტომ რომ ქორწილის ბიუჯეტი 70% იყო. ანუ ოჩი და რაღაცა. მე მგონი რომ ერთ-ერთი მართლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც რჩება ქორცილის და გოჩის და ყველაფრის მერე, რა შეიძლება ვანახოთ, რა შეიძლება ვანახოთ ჩვენი შვილების და შვილების და შვილიშვილების, ეს არის კარგი მოგონებები და ფოტო. ანუ 20 წლის წინა თუ პირველი ქორწილი გადაიღე, შესაძლებელია რომ იმ პირველი ქორწილის მეფეს და პატარდას უკვე შვილი ყავთ. კი, და ბევრი გადავიღე და იმათი შვილების ქორწილი გადაიღო. ანუ მე ვამაკობ იმ ფაქტით, რომ ანუ მე ოჯახის ფოტოგრაფი ვარ, იმიტომ რომ დაწყებიდან, პირიქით დაწყებიდან? მართლა ვაჟაფშაველა ვარ შენ ხელში. მოკლედ დასაბამიდან. ვაჟაფშაველა დასაბამიდან. მიყვარს ჩემი პროფესია, იმიტომ რომ ოჯახის წევრი ვარ ბევრ ოჯახში. იმიტომ რომ ყველა მნიშვნელოვანი ნაცილი მე ვარ ანუ აი თქვა ძეობა, ბავშვი დაიბადა, ეგეთი რაღაცებზეც დაბადების დღე. ყველაზე უცნაური რაღაცა. დილას პახმელიაზე ვარ და აი ხო არის რაღაც თავიდან ქორწილი, მე რაღაცა ძეობა, რაღაცა და მე ისეთ რაღაცაზე დაგიძახებენ, ხო 40-ზე ვიცი რომ რა გაგიკვირდება ხო? არაფერი არ მიკვირდება უკვე 19 წლის. ვაიმე, ყველაზე უცნაური. ან ყველაზე ისეთი. ყველაზე უცნაური ფაქტი არის, რომ ერთხელ გადავიღე ქორწილი. მე მაქვს ჩემი ასე ვთქვათ, ვადა, რომ როდესაც თქვენ იღებთ თქვენი სურათები და ჩემი ვადა არის 2 თვე. და ესეთი მოხდა, რომ არ დაჭირდა სურათები. დაწყეს მართლა ამ 2 თვეში? დიახ, და ერთხელ კიდევ ერთი ბოლოსე ფული ხომამდე ჩაგირიცხეს. არა, ფული მირეცხება ფული კაკრას ქორცილის დროს. იმიტომ რომ უკვე იყო ესეთი ამბავი და მე რამოდენიც ეგფოლდერი წაშალე თუ არის ამის. ეგფოლდერი წაშალე თუ სხვა ქორწილებში შეტენე. გადაღებულია და იცი ვინ არის, აბა. ის მიგრებს რომ იმის მხრიდან არის გავარია კარგად ცოტა მე შვილიშვილებმა იკითხონ, ეს კაცი ვინ არის? ეხლა რა მაინტერესებს? რითი იღე ფოტოაპარატით თუ საგომესავით ტელეფონით? ეს საინტერესოა, იმიტომ რომ 3 კამერით ვარ ხოლმე. რამდენი კამერით? ხო, 3 კამერა, იმიტომ ხარ რომელიმე სექტის წარმომადგენელი, მან 3 სექტა ხო? ვიხავი კანონის ამბასადორი ვიხავი 2 წლის მანძილზე უკრაინიდან ერთ-ერთი ანუ პირველი ამბასადორი ვიხავი უკრაინიდან კანონის სექტაში მაგრამ კანონისტი ვარ დღემდე მაგრამ ბოლო დროს ძალიან მომწონს და აი ფუჯი ფილმის ესთეტიკა ბერები როგორც გითხარით უკვე რომ მან თავია ლინზებს ვინც აკეთებს რა და ლინზებია ლინზები არა ფუჯიკონი ის არა ქვია პროცესორით замышленовать. Წერებს რა სვამს, ის არის პროცესორი. და მე მაგის მერე მოდის ლეიკა, ხო უკვე? ეგ უკვე BMW-ს და Mercedes-ის ამბავი, მაგრამ რაც მომწონს Fujifilm-ში, რომ უკვე მე შემიძლია დავიკენო ჩემი ფერები, ანუ უკვე იქნება ჩემი პრესეტი შიგნით. უკვე იცის რა. უკვე ანუ ნიშნავს რომ მე ნაკლები დრო დამჭირდება, მე ანუ ეგეთი ამბავი რომ ხანდახან ერთ დღეში უკვე რამოდენიმე კადრი შეიძლება. ეს გადმოიჭროს, ორი თვე კი არა, ერთი თვე იქნება. არა, ორი თვე არის. ეს ამიტომ რომ მე დღის განმავლობაში 10,000 სურათი ვიღებ და მე რჩევა, ანუ მე ვირჩევ საუკეთესო სურათები და ეს რჩევის ამბავი ძალიან დიდი დრო ჭირდება. იმიტომ რომ ფერები კი ძნელია, მაგრამ თუ უკვე დიდი ხანი მაქვს სფეროში ხარ, ძალიან
სწრაფად კეთდება. რაღაცა პერიოდი აი რო უყურებ და ვეღარ ხედავ ყავას უნდა დახედო. ან რაღაც შორს უნდა პანჩარაში არა ინტერესებს იცი აი ამ რჩევის პროცესში გინახია რამე ესეთი ფოტო რომ ძალიან ლამაზად არიან მეფე პატარძალი მაგრამ უკან ვიღაცა ბიძა აღარწევს ეს ძალიან ადვილად უკვე იღებს AI არის აი ვინ მე მისმენია ეგეთი რომ AI ყველაზე ცუდი მთერი ფოტოგრაფებისთვის იმიტომ რომ ანუ გადაანაცილებს ჩვენ არ მჯერა მაინც ვფიქრობ რომ პირიქით ჩემი დამხმარე არის იმიტომ რომ რაც 10 წლის წინ 15 წლის წინ ვაკეთებდი რა ვიცი 1 საათი ვთქვათ დიშვილის სამოღება კადრიდან ეხლა ერთი ნაჩერით ანუ ასე დავიდეთ იმაზე ცოტა ხანი შენს ქართულს ვაუ რამდენი ხანია? მე შინოდა ძალიან თქვენი გადაცემა იმიტომ რომ რა უნდა არა კარგად მოყვები ო გიგი არ ვიცი გიგი რა გითხრა რამდენი ხანია გიგი და შენ ჩვენ ერთად ვართ 15 წელი და ქართული გიგის განისწავლე თუ გიგის და როგორ ისწავლე გიგი ესე კარგად ვერ ლაპარაკ იცით როგორ ვისწავლე ხო ეს ამის ტექსტები სულ მეორე გიგი ხო ყავდა ხო სიტყვის მარაგი არა სხვათა შორის ინგლისურიც ვისწავლე სიმღერებით ავრილ ლავინ მასწავლა და ლინკინ პარკ და კოლდპლეი და ქართული მასწავლა მგზავრები ამიტომ თუ რაღაცა სიტყვები ჩემგან მოისმენთ ეს მგზავრებიდან დიახ შეაქვთ მგზავრები სკოლის პროგრამაში მესამე კლასში ვისწავლე ქართული პანდემიის დროს როდესაც ჩავკიდეთ სახში და ნუ მანამდე მესმოდა მაგრამ აი ეს ბარიერი ძალიან ძნელია როცა გესმის ყველაფერი მაგრამ ლაპარაკი ნუ ზახლივით ვიხავი ფაქტიურად მართლა მესმოდა ყველაფერი ლაპარაკი ასრულებდი ჩუსტი მომენტა და ბოროტაც აღგებოდა ბოროტი ზახლი ვიხავი მაშინ ბრაზდებოდა მაგრამ ერეული შენ უფრო კარგად ლაპარაკობ ქართულად თუ ის უკრაინულად მე უფრო კარგად ლაპარაკობ ქართულად ანუ ის ვაფშე ვერ ლაპარაკობ არა ეს საერთოდ გიგი ძალიან დიდი შეცდომა იყო რომ მითხრა რომ ძალიან არა დავიდა ცადე დაბოლოებას არ უნდა დაიცა დამაცა ძალიან დიდი შეცდომა იყო რომ ძალიან დიდი შეცდომა იყო რომ მითხრა რომ უკრაინელი და რუსული ძალიან ანუ ერთი ძალიან არ მithქვია კაცო ეგრე ეს ეხლა გაიცხე შენ გაჩუნდი მოყვარ შენ სახში აი ხო ხმასროველი ხარ ხო და ერთხელ ვიხავით მატარებელში კიევ ლვოვი იყო ჩვენი მიმართულება და ჩვენთან კუპეში იყო ორი ლვოვის აი იცი როგორი აქცენტით ლაპარაკობდნენ მე ძლივს მიხვდი რაში ეგეთი განსხვავება აქცენტებში იცით რა მე ვიცი უკრაინულად კარგად ვსაუბრობ მაგრამ თუ ლვოვიდან არა ვარ ცოტა twini უნდა როგორც გურული რა ხო და ალბათ არ ვიცი ხარ ლაპარაკობენ რაღაცა კუთხის არ გინდებიან აი არ გინდაბლარიან აი ეს ამბავი ხო გინდაბლარიან არ გინდა ხო მოკლედ მე ვიცი ოჩახი ოჩა სადატარებ სადატარებ კი არა ბერნ ადგილას გიგი იყო ნამყოფი საქართველოში ჩემზე იყო ეს ანუ ფოტოტურები ვაკეთებ კიდევ საქართველოში ანუ მე ადგილას შენ მიიყვანე გიგი პირველ უბრალოდ უთხარი და დაგიღო პირი ეგრე პირველად იყო ამბები გვაინტერესებს კი ზუსტად ძალიან ბევრი ანუ მოკლედ ვაჩვენე საქართველოს კარგია სხვათა შორის ის სიმღერა ბოლოს ხიტი რაც ჰქონდა საქართველოს რაღაცა ეთყობოდა რომ ის ნანახი ჰქონდა უკვე საქართველოს ადრე მაგას ვერ დაწევი შენ სანამ არ ანახები მაგრამ 15 წელი დაჭერდა მაგრამ კი ვაით ბოლოს ხარ საჩუქარზე უნდა გადავიდე უი კარგია მიხვარ საჩუქრები მანახე
დათო არის ამ საჩუქრების დირექტორი, იმიტომ რომ ბანთი. ნიკორა ხორც პროდუქტი. ბანტი თუ კიდე მარტო ბანტი შეიძლება. ნიკორა ხორც პროდუქტებია. ვაუ, ხორცი კარგია. შვენიერი. რა გინდა სულოდაგურო? ჩალაღაჯი, იცი რა არის? ჩალაღაჯი აბარა როგორ ამიცი ეს ჩემი. მე ხორცში, საჭმელებში ეს პირველი იყო, რაც გიცოდი რა. ამ ქართულ სიტყვას თუ გამოიცნობ, შეიკა. შეიკაც იცი. კომაგი ეს არის როცა რაღაცას გულშემატკივრო. ქართველო მაგაზე ვინც დახტის. ხო. ეგ არის კომაგი. კომაგი, ეგეც კომაგი, რაღაც გაიქნება, იმის რომ ორჯერ ტრადიციული. ასე ვიცი. კარგად გითხო. კარგი. მონადირე. მონადირე არა ვარ, მაგრამ ვიცი ეს. რძიანი. ივერია. ჩაბარებულია გამოჩნდა. მადლობა დიდი. ძალიან კაი საჩუქრები, ხორცი მიყვარს, საჭმელი მიყვარს. დამჭირდა რა? მიჭირდა. და კი. გამიჭირდა, მაგრამ ხო ვერ დავამტავრე. სულ მინდა რომ კითხო. ცადე ლაპარაკო. კურიერები მასალა ქართული. იმიტომ რომ ხო გითხარით რომ ეპიდემიის დროს დავიწყე ქართული სწავლა, იმიტომ რომ დამჭირდა სულ მომისმინეთ ჩემი, ანუ და ჩემი სახლი არის ახალი, ანუ ვიცი, მე და ხო და ანუ წარმოედგინე რა ჩემთვის უკვე ანუ თუ გამაგვიძებ 4 საათზე დილით უკვე ძილში ზუსტად ჩემი მისამართი რაპერის არის ჩემი შენობა, საიდან უნდა შეხვიდეთ, რომელი მოკლედ ეხლა დიდი შანსი გაქვს რომ ჰინდი ისწავლო. აიმე ამაზე ცალკე ამბავი, იმიტომ რომ არც ინგლისური იციან და ეს შეიძლება არც ინდი არ იციან. ეს არის კომაგი. ეს არის აი წეხა რომ გულშემატკივრობა და რაღაც არ მინდა მოვიღო, ფრისბია საკაიფო. შვენიერი, ძალიან დიდი მადლობა. საკაიფო. ფრისბის ამას გადაუგდებ, გაიქცევა მოიგო. გადაუგდებ, გაიქცევა. ოკეი, მადლობა. გადაუგდებ, გაიქცევა, დაიღლება, დაახურებ ქუდს. გავხსნა. მზეში თუ გადაუგდებ. ხო და ესე გაართობ რა ცოდვაა, ეხლა შეცვლათებს იღებ და ის არაფერს არ აკეთებს, აი ფრისბი. შვენიერი, ძალიან მადლობა ჩვენ ძევს თუ წაუს. უფრო ენერგიულად გაიქცევა. უფრო ხანისით გაიქცევა და მოიტანს. მადლობა დიდი. ეს არის მაისური, კომაგი. შვენიერი. საკაიფო ხარისხი. ძალიან კარგი. მადლობა ძალიან. გიგი ლოგისტიკა იცნობს? რატო გიგი დაუძახეთ და გიგის მიეცით საჩო ეს ჩემი იქნება. მართალია ხო? ხო გიგის საჩუქარი გამოვიტანე, სახში არ მოუტანია. აი ეს გიგის საჩუქარი მე არ მიხდება ეს ძალიან მოდი სახში მიეცი, მაგაში რაღაცას გამოტყუებ. ეს სტიკერები, ლიზიკო ეს შენთვის და აჰა. ჩემი გადამღები ჯგუფი აქ არის. შეგიძლია გიგის მიაკრა რაღაცა. და მადლობა ძალიან. მომეცი და დავდო. სასტვენი. დაუსტენ მოვა. ეს არის. მეუღლესთან მოგწევს. ანუ ხდები ხო დატოვა სიტუაციაში სახში. რაღაც პრობლემები გააქვს. მაგარია, მადლობა. ეხა მეორე საჩუქარი. მეორე კი, მეორე საჩუქარიც გვაქვს. მეორე საჩუქარი ეს შენ საჩუქრად ჩვენი სპონსორისგან. მადლობა ძალიან. და ეს რო ავღნიშნოთ ეს შენი სტუმარი. ანუ იმას რო გადაუგდებ, მოიტანს და უსხამ ცოტას და ხონცაღავს. და ეს სხვაშორის ძალიან გემრიელი. მაყურებელს შევახსენოთ, რომ დასავლები და რაც მთავარია, უალტერნატიული ვისკია მეგობრული შეხვედრების დროს. ესეთი სლოგანი აქვს და ჩვენ გამოვცადეთ და მართლა გამოდგა ეგრე რა. გიგი სიმღერებს სახში ისე წერს. კი, გაწუხეთ. და ფხიზელი? ხიზელი. არ სვავს გიგი. სხვათა შორის.
მართლა ხო, ну, ძალიან იშვიათად, ძალიან გამაიტესებს იშვიათად. სხვის სიმღერებს უსმენს თუ მარტო თავისებია არა, პირიქით, აკრძალულია თავის სიმღერები, ან სახში, ან მანკანაში, ანუ გზავრების დისკი არა მაქვს მანკანაში, იმიტომ რომ რა თქმა ადამიანი ყავს ზეკვი და იმღერებს ლაივში? დისკი რომ ედოს ეხა რა ვიცი არა, დისკი მანკანაში ასწრებს. პირველად არის ჩვენთან სტუმრად. ჩვენ უკვე იმდენი ხანია ეთერში კი არა და სადაც არ ყოფილი ვართ ლაივშიც, ეთერში, ტელევიზორშიც, რომ ბევრი სტუმრები მეორდება ხოლმე ჩვენთან. შენ ხარ პირველად და მოდი შენ გაგიბრალ. და თან პირველი უკრაინელი სტუმარი ყავს კეთილი იყოს ჩემი. უკრაინელი სტუმარი. კი, და მოდი ქართულ უკრაინულ მეგობრობას ნაწილობრივ უკრაინელი ყოლია. იკოს ბები. ნაწილობრივ მე ვარ. ხო, იკოს ბები არის უკრაინელი. მართლა? რა გვარი? უსტიმენკო. უსტიმენკო. ის სიცხო ყავდა უფრო უკრაინული გვარი ვიდრე ჩემი. მაგრამ მთლიანად უკრაინელი პირველი. ბედნიერება ვიხო თქვენი სტუმარი. ჩვენთვისაც პატივია რომ ხარ ჩვენთან სტუმარი. მადლობა. სადმე ქორწესი თუ შეგამჩნიე მოვალ და მოგესალმები აწიმეც და შენც ერთი ორი кайფა. დავარე ხალხში. შენ ერთი ორი ორი კარგისროთი გადამიღე მეფე დედობალთან მე მაგრამ ცალკე ფოლდერში იქნება. ორი მაინც არ შევა. ორი თვის თავზე წაში ხო და ეხლა რა მაინტერესებს ამ ქორწილზე შენ არ ეკარები ხო სასმელს საერთოდ ხო. ადრე ცალკე სუფრას აი, და მე კიდე ახლა ცალკე სუფრა. და ოპერატორსაც ოპერატორი ფოტოგრაფი სუდადის რა დამკრევს აქ კონკრეტულ დროს უნდა ავიდეს ეს და ფოტოგრაფი სუდადის სუ იღებს ხო მაგრამ 8 საათი უჭმენ როგორ ხო და ეცემა ის მია კონტეინერით მია გაკლეს. ხო მაგრამ ამ კონტეინერით სადღაც ხო უნდა დაჭდეს ესე ხო არა რომ იღებს და სენის სენის უკან. არა, სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან დიდი პატივია და ხანდახან даже ჩემი გვარი ვხედავ მაგიდის პლანზე და ჩემი მაგიდის ადგილი არის даже და ძალიან დიდი პატივია ამისთვის ძალიან მადლობა. ერთი კაცის საყვანისუფლება გააქვს. ერთი კაცის აი გიგი რო გაგეკიდოს. სტუმრებს ხო პატიჟებენ პლუს 1 რა. პლუს 1 ჩემი ასისტენტი. მე გიგი ამასობაში. არა გიგი შეგიძლია წაიყვანო შენ სახელი სადაც წერია გიგის დასვამ შენ ხო მაინც ვერ ჯდები და რაღაცა ერთად უკვე შეჭამოს იმაზა საწმის გულისთვის დღე და ხამე მღერისად რაღაცა დაждდება დაგლოცავს ის რაღაც ცალკე პროპოზალ უნდა გავაკეთოთ და მე მგონი ხაიაზრია. ხეს ძალიან ხაიაზრები ვიმეგობროთ. კი ასამ აი კი. უაში გამოდი იქავარდეს. ხანძახაზე იმე. ვისკი როგორ თქვენ ძაღლი ხავთ ჩემი ძმის არის, მაგრამ ვთვლი რომ მე დეიდა ვარ ამ ზაღლის დეიდა ხო. ჩემი ძმის მამიდა გამოდი. მამიდა ძაღლის მამიდა მამის? ხო, მამიდა ვარ. სორია. ხო და ძაღლმა იცის რომ მამიდა ხარ რა ვიცი. არეუნებია. და თქვენთან ცხოვრობს ის მამი შენი ძმა არა. მამიდა ამიტომ მიყვარს. ჩვენთან არ ცხოვრობს, სტუმრობს. პირის ცხოვრობს? კი. არ ძაღლს რო ასე ირნებდე უფრო ახლოს იქნებოდით იმიტომ რომ ცედაც შეხვდებით მაღაზიაში. ზაღლების გარეშე შევხვდეთ ერთმანეთს. ძალიან ბევრი სხვა მიზეზებიც არის. გარეთ გასვლას. ერთი ბოძი ვისკი რა მოინტერესებდა ქორწილებში რომ მიდიხარ სპონსორი ყავს ხოლმე ქორწილზე სპონსორი არის მეფე ან მეფის ოჯახი არის ხორცილის ძირითადად სპონსორი. აი შეიძლება დიდარი ბიძა. და მანქანის რუბრიკის სპონსორია მეჯვა. კარგია. იმის სიძის ჩაცმაზე იზრუნეს პატარსლის ხო ეგეთ ძესია ის ჩვენზე ვინც იზრუნვა? ჩემზე? ჩვენზე. ეხლა ამ გადაცემაში. ამ გადაცემაში ჩვენი სპონსორი ჩვენი სპონსორი აი ამ მშვენიერი საღამოს სპონსორია ვისკი ჯეიმსონი ეს კარგი ვისკი ძალიან. ძალიან გემრიელი. და აბა გაუმარჯოს ესეთი კარგი სპონსორი, ესეთი კარგი მეგობრული შეხვედრების უალტერნატივო ვისკი
ჩვენთან ერთად არის. გაგვიმარჯოს, ძალიან დიდი მადლობა. ამით დღევანდელი ჩვენი გადაცემა დასრულებულია. ეს ხო იცი შენ უკრაინულად როგორ არის ნახვამდის დოპობაჩინია. То побачення გაუმარჯოს ბუჯმო. ბუჯმო და სხვათა შორის გას უნდა გასწავლო. აბა გასავლი. გვასწავლე. ბუჯმო, მე ვამბობ ბუჯმო, თქვენ ამბობთ ჰეი. როგორ? ანუ გაუმარჯოს, გაუმარჯოს. ბუჯმო, ჰეი. სლავა უკრაინე. რომ სლავა. ბუჯმო, ჰეი. ბუჯმო, ჰეი. ბუჯმო, ბუჯმო, ბუჯმო. ჰეი, ჰეი, ჰეი. ჰეი.